გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო პროდუქტის შესახებ. ამ პროდუქტს აქვს თავისი ისტორია, მთელი 15 წლიანი ისტორია. ამ პერიოდის განმავლობაში მან შეიძინა ძალიან ბევრი კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი. უამრავი ადამიანისთვის ეს გახდა პროდუქტი, რომელიც ყოველთვის თან აქვს სახლშიც, სამსახურშიც, მოგზაურობაშიც, პროდუქტი, რომელიც ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროში, ბევრი კუთხით გამოადგება ხოლმე. თან საინტერესო ის არის, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებით გქონდა უამრავ ადამიანს და აქვს უამრავ ადამიანს ძალიან კარგი შედეგი. ახლა, როდესაც ჩვენ მივიღეთ მისი ახალი ინკარნაცია, ხო, ანუ კიდევ უფრო გამდიდრებული სახით, რომელსაც დიდი ხანია ველოდით და არის ერთი აჟიოტაჟი, მოდი ჩვენ შევეცადოთ, გავერკვეთ, რის ხარჯზე მოიპოვა ამ პროდუქტმა ასეთი პოპულარობა, რატომ ქონდა და აქვს ასეთი კარგი შედეგები და რას უნდა ველოდოთ უფრო გამდიდრებული ფორმულის სახით. პროდუქტის დასახელება არის BAO+. თვითონ დასახელება მიუთითებს, რომ მის ფუძედ არის ბაობაბის ხის ნაყოფი. ბაობაბის ხე არის უნიკალური მოვლენა, ძალიან ბევრი მახასიათებლით, ბევრი სახელწოდებაც აქვს. მე გამოვარჩევდი მას როგორც სიცოცხლის ხეს. ძალიან დიდხანს ცოცხლობს, 1000 წლოვანი სასიცოცხლო პერიოდი აქვს. ძალიან გამძლე არის ცუდი საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით, გვალვას უძლებს და ასე შემდეგ. არ იწვის ესეთი ნაყოფიც განსაკუთრებული აქვს და ბევრნაირად იყენებენ. უსაშველოდ დიდი იზრდება, ისეთი დიდი, რომ აი მის ღრუში და დიამეტრი ხანდახან 8-11 მეტრს აღწევს, არა? აღწერილი არის ბარი, რესტორანი, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება. აი ესეთი დიდი, ესეთი ადგილი უკავია ამ ხეს. 30 წელი მიმდინარეობდა, მეგობრებო, შესწავლა ამ ხის მეცნიერულად და როცა ის დამთავრდა, იმით დაგვირგვინდა ეს პროცესი, რომ მას დაერქვა ხილთა ახალი მეფე. იმიტომ რომ თავისი შემადგენლობით არის ძალიან მდიდარი. ადვილი ხელმისაწვდომია ამ ცნობების შეკრება და თქვენ ნახავთ, რომ თქვათ, რამდენჯერმე მეტი კალციუმია ვიდრე რძეში, რამდენჯერმე მეტი რკინაა ვიდრე ვაშლში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ მთლიანად 50% თითქმის ბოჭკოებით არის ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა. მაგრამ ხილთა მეფეს, რომელსაც მანამდე ასაის ერქვა ხილთა მეფე, კიდევ უფრო იმიტომ დაარქვეს, რომ ეგრეთ წოდებული ანტიოქსიდანტური შესაძლებლობებით, არა, უკვე რამდენჯერმე კი არა, უკიდეგანოდ აღემატება ყველაზე მძლავრ ანტიოქსიდანტ ესეთ მცენარეებს, როგორიც არის გოჯიბერი, ლურჯი მოცვი და ასე შემდეგ. მაგალითად, აი ციფრების დონეზე, თქვათ, ისინი თუ არის 165, 125, 105 აი ესეთ დონეზე, ეგრეთ წოდებული ორაკის კოეფიციენტი 1400 არის ბაობაბისთვის. ამიტომაც აი ესეთი მომენტი, რასაც ანტიოქსიდანტური დაცვა ქვია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და სწორედ რომ დავიწყოთ ამ პროდუქტის დახასიათება და თანშემადგენლობასაც თანდათან მივყვეთ, ხო? იმიტომ რომ ამ პროდუქტში არ არის მარტო ბაობაბის ნაყოფი, აქ არის ძალიან საინტერესო ფორმულა, ძალიან დაბალანსებული ფორმულა, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა ახლა. იცით, მოდით ფუნქციებს მივყვეთ, აი დადებით მომენტებს და ამითი უფრო შემადგენლობასაც მე შევეხოთ. თუ ანტიოქსიდანტური დაცვა ეს არის აუცილებელი რამ ორგანიზმისთვის, როდესაც ხდება მავნე ზეგავლენის ასეთი აგრესიული მოლეკულებისაგან ჩვენი უჯრედების, ჩვენი ქსოვილების დაცვა და მთლიანობაში ამაზეა დამყარებული, რამდენად შენარჩუნებულია ჯანმრთელობა, რამდენად დაცული ვართ ამა თუ იმ დაავადებისაგან, რამდენად ჩქარდება თუ ნელდება დაბერების პროცესი, როგორ ვინარჩუნებთ ამა თუ იმ ფუნქციას და ასე შემდეგ. თვითონ
როგორც გითხარით, ბაობაბი ძალიან მძლავრი ანტიოქსიდანტია, მაგრამ კიდევ შედის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ამ პროდუქტში, ეს არის შტოში და აცეროლა. შტოს აქვს ძალიან ფართო სპექტრი გამაჯანსაღებელი მოქმედების და თავისი სიმდიდრის შემადგენლობის თვალსაზრისით და აცეროლა კიდე ყველაზე ესეთი მდიდარი მცენარე არის C ვიტამინით, ბუნებრივი C ვიტამინით. შესაბამისად, აი ეს კომბინაცია ბაობაბის ნაყოფი, შტოში და აცეროლა ქმნის საოცარ ესეთ მძლავრ ანტიოქსიდანტურ ესეთ ძალას, რომელიც იცავს ორგანიზმს, მის უჯრედებს, მის ქსოვილებს, მავნეზე გავლენისაგან და საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი ორგანიზმი ფუნქციონირებდეს ჯანსაღად. ჩვენი ფუნქციები იყოს სათანადო დონეზე. გარდა ამ დაცვისა, მეგობრებო, აუცილებელია, რომ ორგანიზმს მიეწოდოს ის საჭირო ინგრედიენტები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მაკროელემენტები, ამინომჟავები და ასე შემდეგ, რომელიც აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ ხრივაც ბაოპლუსი არის ძალიან მდიდარი, ხო? და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ინგრედიენტით არის უზრუნველყოფილი ჩვენი ორგანიზმი. ამ ხრივ ბოჭკოები ძალიან მდიდარია. ეს 5 სახის ბოჭკო არის, მეგობრებო. ეს ცალკე სალაპარაკო თემა, მაგრამ მოკლედ მაინც შევეხებით, ეს ბუნებრივი ბოჭკოები ორგანიზმისთვის არის უაღრესად აუცილებელი. არის როგორც წყალში ხსნადი, ისე არახსნადი ბუნებრივი ბოჭკოები. ბაობაბს ცალკე ბოჭკო აქვს. ინულინს ასეთვე ინულინი შეიცავს ვარდკაჭაჭისაგან და ინულინის ასეთი ბოჭკოა. ფრუქტოოლიგოსაქარიდები ცალკე არის კიდე ბოჭკოები ვაშლისაგან და ციტრუსისაგან პექტინების სახით, ხო? და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ამ ხრივ ძალიან მდიდარია პროდუქტი. თვითონ ბაობაბის ნაყოფი, როგორც გითხარით, 50% ბოჭკოებისაგან შედგება და იქ 3/4, 75% არის წყალში ხსნადი ბოჭკოები და დანარჩენი არის უხსნადი. ეს ძალიან სასარგებლოა. ამას დაუბრუნდები, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ იგივე ბაობაბი ძალიან მდიდარი არის კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით და როდესაც უზრუნველყოფილია ორგანიზმი ესეთი ინგრედიენტებით, რა, ერთ რამე შევეხები, აი მაგალითად ენერგია. ენერგია, რომელიც აუცილებელია კი ანტიოქსიდანტური დაცვა არის, მაგრამ ფუნქციები ხო შესაძლებელია. უჯრედი უნდა ფუნქციონირებდეს, ქსოვილი, ორგანო, მთელი სისტემა, მთელი ორგანიზმი, რა. და აი ეს ყველა სისტემაშია, გინდა გულსიზაფრთ აიღე, გინდა საჭმელება და ასე შემდეგ. და ჩვენს უჯრედებში არის ესეთი მიტოქონდრიები, ჩვენი ენერგოსადგურები, გენერატორები, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას. და სწორედ აი კალციუმი უზრუნველყოფს, რომ ეს ენერგია იყოს კარგად გამომუშავებული. მაგრამ იცით რა შეა საქმე, მეგობრებო, ისე არის ფორმულა და მეცნიერები ამას აღნიშნავენ, ისე არის აქ ლამაზად ფორმულა შექმნილი, რომ არ ხდება ჯერ ერთი დოზირებაც მაღალი არ არის აი ამ თქვათ კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის, მაგრამ არის ბუნებრივი სახით. ბუნებრივი ინგრედიენტები გაცილებით ეფექტურად მუშაობენ და ისევ არის ეს დაბალანსებული, რომ თავის საქმეს ძალიან ესე იგი მაგრად აკეთებენ და აი რასაც შეეხება კვების ამბავი, რომ ორგანიზმი იყოს არა მარტო დაცული, არამედ უზრუნველყოფილი საჭირო ნივთიერებებისაგან, ამ ხრივ ამ პროდუქტის ფორმულა ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი და ეს კიდე საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი სხვადასხვა სისტემა მუშაობდეს ენერგიულად. ახლა მივადგეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და ისევ ბოჭკოებზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც გადის დრო, სულ უფრო მეტი მეცნიერული დასკვნა იდება, რომ ჩვენს ნაწლავებში არსებული სასარგებლო ფლორა, ანუ სასარგებლო ბაქტერიები, უაღრესად დიდ როლს თამაშობენ. სხვათა შორის არა, იმდენად დიდია მათი რაოდენობა, ისე აღემატებიან თვითონ ადამიანის უჯრედებს ეს ბაქტერიების რაოდენობა და გენების რაოდენობაც ისე აღემატება, ესე იგი ჩვენი უჯრედებში არსებული გენების რაოდენობას, რომ მეცნიერები კიდევ კითხვას სვამენ, ვინ არის მასპინძელი ასეთ შემთხვევაში. სულ უფრო და უფრო ძალიან დიდი მტკიცებულებები არის, რომ ეგრეთ წოდებული მიკრობიომი, რომელიც არის ჩვენს ნაწლავებში, მონაწილეობს უაღრესად ბევრ პროცესში. ეს იქნება სხვა ნივთიერებების გამომუშავება, ეს არის სხვადასხვა სისტემის მუშაობა და ასე შემდეგ.
მოდი ჯერ უფრო მარტივ მომენტებს შევეხოთ. როდესაც ხდება აი ამ ჩვენი ბაქტერიურ ფლორის მოწესრიგება, იქაც ბალანსია საჭირო, იცით, არის სასარგებლო ბაქტერიები და არსებობს პოტენციურად მავნე. თუ არის მათ შორის სწორი პროპორცია, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესი არ ღვევს ხოლმე აი ამ პროპორციებს და მერე აი იწყება აი დისბალანსი. მაგალითად ჩვენ გვაქვს ბაქტეროიდიტები, ფირმიკუტები და აი მაგათ შორის აუცილებელი არის ბალანსის დაცვა. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, წარმოიშვება ძალიან დიდი რისკი ისი რა ქვია, სხვა დაავადებების განვითარების, ეს იქნება სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ეს იქნება სხვა ნერვული დაავადება, იმუნიტეტის მოშლა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, არა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ცალკე, ესე იგი, საუბრის მომენტია, როგორ უნდა ვიკვებებოდეთ, ხო? როგორი ყოველდღიურობა უნდა გქონდეს ჩანსაღი ცხოვრების წესის სახით და ეს პროდუქტი ეხმარება მეგობრებო ადამიანს, რომ მოაწესრიგოს თავისი ბაქტერიული ფლორა. პირველ რიგში ეს ვლინდება კუჭ-ნაწლავის რეგულარული მოქმედებით, აი ნაწლავების რეგულარული მოქმედება. ჩვენ ვიცით, რომ არის ყაფსობა, ხო? როდესაც ადამიანი სამ დღეში ერთხელ ხანდახანდა უფრო იშვიათად გადის კუჭში და ხალხურად რო ვთქვათ, ხო, ნაწლავების მოქმედება იშვიათია, რომელიც ხშირად იცვლება ხოლმე დიარეით, კუჭის აშლილობით, ფაღარათით, მონაცვლეობით, არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ასე შემდეგ. როგორც კი აი ამ პროდუქტით იწყებს, ესე იგი, ადამიანი ხმარებას, ძალიან ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ნაწლავის მოქმედება გახდა რეგულარული და არის ძალიან მადლობელი. გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლა რო სწორდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. მაგრამ, როდესაც ვლაპარაკობთ უფრო ღრმა მომენტებზე, ნახეთ, მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ მთლიანი კავშირები არის, მაგალითად, ნაწლავებსა და ტვინს შორის, თვითონ ნაწლავებში არსებული ბაქტერიებით ფაქტიურად იწოდება უკვე როგორც მეორე ტვინი და არის ლაპარაკი უკვე ხიდი, ესე იგი, მიკრობიომი, ნაწლავი და ტვინი. როგორც ტვინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მოქმედებს ტვინზე და ამიტომ ძალიან ხშირად ნევროზების დროს და სხვადასხვა, ესე იგი, აშლილობის დროს ხდება კუჭ-ნაწლავის მოშლა და პირიქით კუჭ-ნაწლავის, ესე იგი, დისფუნქცია იწვევს ნერვულ, ესე იგი, ესეთ მომენტებს და როდესაც ხდება სხვადასხვა გადახრა ნერვული სისტემის ჯანმრთელობისაგან. ამას დაერქვა ხიდი, ხო? მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მარტო ტვინით არ ამოიწურება ეს მომენტი. უკვე მეცნიერები სწავლობენ, ხო, რომ არსებობს, ესე იგი, ასეთი ხიდები. მიკრობიომი, ნაწლავი, გული, მიკრობიომი, ნაწლავი, სასუნთქის სისტემა, მიკრობიომი, ნაწლავი, თირკმელები, მიკრობიომი, ნაწლავი, კანი, მიკრობიომი, ნაწლავი, ღვიძლი და ასე შემდეგ. და არის უამრავი მომენტი უკვე დამტკიცებული, მაგალითად, როდესაც არის დისბალანსი ჩვენს კუჭ-ნაწლავში, ეს როგორ უწყობს ხელს, მაგალითად, ათეროსკლეროზის განვითარებას, რომლის ის არის მერე გართულებები, ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. ხო, როგორ ხდება სხვადასხვა, თქვათ, ესეთი დაავადებების განვითარება სასუნთქ სისტემაში, მათ შორის ბრონქული ასთმა. ხო, ეხლა აი როდესაც აი ასეთ რაღაცებს კითხულობ, მე უკვე აღარ გიკვირს, როდესაც წლების წინ არაერთი შემთხვევა გქონია, რომ ამ პროდუქტის მოხმარების დროს კმაყოფილი იყო ადამიანი, რომ ბრონქული ასთმას მიმდინარეობა გაცილებით უფრო მსუბუქი იყო. იგივე შეიძლება იყოს თირკმლებზე, კანი როგორ იწმინდება და ასე შემდეგ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, როდესაც არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ასეთი ცივი ანთება მიმდინარეობს ამ დისბალანსის გამო, ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. არსებობს პირიქით ამტკიცებულებების, რომ დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ანთება. და საერთოდ თუ დაუბრუნდებით ისევ ტვინსა და ნაწლავების ურთიერთობას, არა, დამტკიცებულია, რომ იგივე აუტოიმუნური სპექტრი, შიზოფრენია, ალცჰეიმერის დაავადება და იგივე დეპრესიები ხშირად თანდართულია ხოლმე ნაწლავების, ესე იგი, ბაქტერიების ცუდი მდგომარეობით. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ხედავთ, ეს პროდუქტი ძალიან კარგად ეხმარება რა აი ამ ბაქტერიული ბალანსის გამოსწორებას.
ბევრი თვალსაზრისით ჩვენ ესე იგი შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ რომ მთლიანად ორგანიზმი და მისი სხვადასხვა სისტემა უკეთეს მდგომარეობაში მოვა. აი ეს სიმპათიური ქილა არის ბაოპლიუსის, ხო, რომელსაც დიდი ხანი ველოდით და მასში არის სწორედ ეს მხნილი მოყვება კოვზი, ერთი კოვზი დღეში სავსედით საკმარისია პროფილაქტიკური მიღებისთვის. გარდა ამისა, მეგობრებო, კიდევ არის აქ სხვა ფუნქციები, მოგეხსენებათ პექტინი, როგორი ნივთიერება, აქ არის პექტინი როგორც ვაშლისგან, ისე ციტრუსებისგან და არის კიდევ კონჟაკის გლიკომანანი. აი ეს 2-3 ინგრედიენტი, ანუ 5-ნაირი სულ არის თუ ავიღებთ ბოჭკოს, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან 5-ნაირი ბოჭკოა, მათ შორის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ავიღებთ გლუკომანანს და პექტინს, მათ შეუძლიათ აი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოტანა და ეს პროდუქტი არის ძალიან კარგი დეზინტოქსიკატორი. დეტოქსიკაცია მიდის ორგანიზმის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის ეხლანდელ ეკოლოგიურ პირობებში, როდესაც ფაქტურად სულ მიწამლებით, ჰაერით, საკვებით, ხო, ხშირად სასმელითაც და სტრესებსაც მოაქვს ორგანიზმში მავნე ნივთიერებები, არა მარტო გარედან ვიღებთ, მეგობრებო, მავნე ნივთიერებებს, არამედ შიგნითაც იგივე ნაწლავების დისბალანსიდანაც წარმოიშვება ძალიან ბევრი ესეთი დაავადება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროდუქტის დეტოქსიკაციური ფუნქცია და სხვათა შორის მწვავე მოწამვლის დროსაც გამოგვიცდია, რომ გაცილებით სულ უხარცნობს ადამიანი, არა მარტო ქრონიკული მოწამვლის დროს. კიდევ ერთი ძალიან კარგი მომენტი ეს არის ღვიძლის დაცვა. აი ამ დეტოქსიკაციისგან გამომდინარე, ღვიძლს აქვს მეგობრებო ძალიან კარგი უნარი თვით აღდგენის და როგორც კი შენ ეხმარები, აი ამ შხამებისგან იყოს დაცული, რასაც თვითონ უნდა ასრულებდეს, ხო? ხდება ესეთი კარგი პროცესი. პირადად ჩვენ გვინახია, მე მინახავს ასეთი შემთხვევები და მკვეთრი გაუმჯობესება ამა თუ იმ დაავადების დროს, კაი ნაღდენი ფუნქციაც აქვს და ამ თვალსაზრისითაც ეს არის ძალიან საინტერესო. შეიცავს რა შტოშს და აქ არის მეგობრებო სინერგიული მომენტი, არა მარტო შტოშისგან, სასარგებლოა ეს პროდუქტი საშარდე გზებისთვის და ესეთი მოქმედება ხშირი ცისტიტები და მსგავსი სიტუაციები, ასევე ამ პროდუქტის დროს უნდა შემსუბუქდეს და ასეთი შემთხვევების ბევრი გვინახავს. თუ ისე დაუბრუნდებით დეტოქსიკაციას, ახლა გამახსენდა, რომ მაგალითად ჩერნობილის ტრაგედიის დროს იქაური ბავშვები, ვინც მოხვდნენ, მეცნიერულად შეისწავლეს მერე პექტინები რა კარგად მოქმედებს, აი იმის მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლების საქმეში, თვითონ მძიმე მეტალების, მარილები და რადიონუკლიდების კი გამოაქვს ორგანიზმიდან და ამიტომაც ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ამ პროდუქტში შედის რა კონჟაკის გლუკომანანი, არა? ის იჯირჯვება წყალთან შეხების დროს, მკვეთრად მატულობს მოცულობაში და კუჭი იწვევს სისავსის შეგრძნებას. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი ის არის, რომ ორგანიზმში შედის აუცილებელი ისეთი ნივთიერებები, რომელიც შეიძლება მას აკლდეს. კიდევ ერთი მომენტი ის არის, რომ თანდათან სწორდება ნაწლავების, ბაქტერიების ბალანსი. თანდათან უმჯობესდება რა ნივთიერებათა ცვლა, აი ეს ყველაფერი ჯამში იძლევა იმას, რომ ადამიანის მადაც უმჯობესდება. ადამიანი თავისუფლდება ესეთი გაუმაძღრობისგან, ხო, აი ზედმეტად მომატებული მადა რო არის და უკეთესი მეტაბოლიზმი კი საშუალებას იძლევა, რომ წონა დაკორექტირდეს. ბუნებრივია მარტო ეს პროდუქტი არ იქნება საკმარისი, თუ ჩვენ თან არ მივადევნეთ, ესე იგი, თან არ მივადევნეთ აუცილებელი მომენტები ჯანსაღი ცხოვრებისა. რა მინდა ვთქვა ბოლოსკენ. ნახეთ, თუ ადამიანი თავს ავად თვლის, ჩვენ აუცილებლად ვურჩევთ, რომ წავიდეს ექიმთან და შეასრულოს ყველა ეს დანიშნულება, რასაც ექიმი დაუნიშნავს. ეს არ არის სამკურნალო საშუალება, ეს არის კარგი გამაჯანსაღებელი საშუალება, რომელმაც დადო უკვე თავისი შედეგები 15 წლის განმავლობაში. და თუ ადამიანს უნდა რომ იცხოვროს ჯანმრთელად, დღეგრძელად, აუცილებელია რომ აი ესეთი საშუალებები იხმაროს და ერთ-ერთი პირველი უნებრივია ჩვენი რჩევით ეს უნდა იყოს. მაგრამ ახალი ვარიანტი
რითი გამოირჩევა იმ ფორმულისა, რომელმაც ასეთი სახელი მოიპოვა. ერთი არის რომ დაემატა კიდევ ერთი ბოჭკო. ეს არის აკაციის ბოჭკო. იცით, როდესაც კუჭნაწლავში შედის ესეთი პრებიოტიკები, აი პრებიოტიკი ქვია, აი როგორ ხდება ჩვენი ნაწლავების ბალანსის მოწესრიგება. პრებიოტიკები, ანუ საკვები, აი ეს ყველაფერი, რაზეც ბოჭკოებზე ვილაპარაკეთ, ინულინი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, პექტინები და ასე შემდეგ, არის ასევე საკვები ჩვენი იმისი რა ქვია, ნაწლავების, ბაქტერიების. ამან შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და ასე შემდეგ. აკაციის დამატებით, რა, ეს ზრუნავს ეს პროცესი იმაზე, რომ გახდეს უფრო ნაზი. აი პრებიოტიკების მიღება, ამდენი ბოჭკოს მიღება, გახდეს ორგანიზმისთვის უფრო კომფორტული და თან უფრო მდიდარი არის ბოჭკოებით. აი ორი მომენტი სრულდება და ეს არის ძალიან კარგი. ისევე როგორც აი იგივე C ვიტამინი რო შედის აცეროლათი, ხო? C ვიტამინი და B2 ვიტამინი არა, ეს კიდევ არეგულირებს აი ამ პროცესებს, რასაც ქვია მინერალების ცვლა და აი ამ მინერალების ცვლაც, აი კომბინაცია ბაობაბი, აცეროლა და შტოში საშუალებას იძლევა, რომ ესეც იყოს დაბალანსებული და ბუნებრივი ვიტამინების და მიკროელემენტების ფუნქციონირება იყოს ზუსტად ისე, როგორც მართლა, ესე იგი საათივით აწყობილ ორგანიზმს სჭირდება. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი, ეს ახლა ჩვენ უკვე ამ პროდუქტში გვაქვს არა მარტო პრებიოტიკები, არამედ გვაქვს უკვე პრობიოტიკები. ოღონდ პრობიოტიკები განიხილება როგორც ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიები, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად. ამას აქვს თავისი დადებითი მომენტებიც ზოგადად თუ ავიღებთ და არის თავისი კითხვის ნიშნებიც, იმიტომ რომ ჯერ ერთი პროდუქტში ეს ცოცხალი ორგანიზმები რო შენარჩუნდეს, იმას თავისი რეჟიმი უნდა, მათ შორის ტემპერატურული და ასე შემდეგ. მეორეც არის კითხვის ნიშნები იმაზე, რომ შეიძლება მან მოიტანოს გარკვეული რეზისტენტობა მეხსიერებით რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ და ასე შემდეგ, შეიძლება შეუთავსებლობაც იყოს. ამიტომაც წინ წავიდა ამ ხრივაც მეცნიერება და უკვე ჩვენ გვაქვს ახალი თაობის პრობიოტიკები. და მოხარული ვართ, რომ ესე იგი გითხრათ, რომ ამ პროდუქტში სწორედ ასეთი პრობიოტიკებია. ეს არის სტაბილიზებული პრობიოტიკები, სხვადასხვა ტინდალიზებული პრობიოტიკები, რომლებიც კიდე სხვა სახელებიც არის, რომელიც არის უკვე როგორ იცით, აი ტემპერატურის მეშვეობით ეს არის უკვე დამუშავებული ყოფილი ცოცხალი პრობიოტიკების მასალა, რომელსაც მოაქვს იგივე ესეთი იგივე სიკეთეები, რაც პრობიოტიკებმა უნდა მოიტანოს, სამაგიეროდ არ არის ის კითხვის ნიშნები, რომელიც აქვს იმას რა ქვია, ცოცხალ პრობიოტიკებს. ანუ ეხლა ჩვენ უკვე გვაქვს როგორც მძლავრი პრებიოტიკები ამ ფორმულაში, ისე სტაბილიზირებული პრობიოტიკები, რამაც მკვეთრად უნდა დააჩქაროს ის შედეგები, რომელიც ადრე ამ ფორმულას მოქონდა ნაწლავების რეგულაციის აღდგენის თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია ჯანსაღყვებაზე, რომ ჩვენ ყოველდღიურ რაციონში უნდა გქონდეს ბევრი ბოჭკო, რომ უნდა ვჭამოთ ბევრი ბოსტნეული, მწვანილეული, ხილი და სხვადასხვა ისეთი პროდუქტი, სადაც არის ბევრი ბოჭკო, არა, ამ პროდუქტის დახმარება ამას დამატებით კიდე გაუმჯობესებს და აქ კიდევ არის ისეთი მექანიზმები, რომელიც მკვეთრად ხელს უწყობს ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რომ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უფრო ნელა შეიწოვოს გლუკოზა, იგივე ქოლესტეროლის დონე არ იყოს მაღალი და იყოს დაბალანსებული ლიპიდური ცვლა და ყველანაირი ბალანსი იყოს აღდგენილი. ამიტომაც ნახეთ როგორ არის, აქ არის ასეთი პროცესი. ბალანსი, ჰარმონიის აღდგენა შიგნიდან და გარედან და ბალანსი, ჰარმონიის აღდგენა შიგნიდან გარეთ. როდესაც შიგნით იბადება სიჯანსაღე, ენერგია, ხო? და ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ორგანიზმი, ჯანსაღი სხვადასხვა სისტემით და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ ბაზარზე ასეთი პროდუქტი არის და გვიხარია, რომ უამრავი ადამიანი მიიღებს ამისგან ძალიან ბევრ სიკეთეს.